ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა 24 სექტემბერს შოუ-ბიზნესში მომხდარი მოვლენებით ეთერშია ინფორმატორის 22 საათიანი ვრცელი გამოშვება ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესის სიახლეებით. კინოსა და მუსიკის სამყაროში თქვენი მეგზური ვიქნები მე, ნინო. გიგა კუხიანიძის სტუდიაში, სადაც ქართული ესტრადის ბევრი წარმომადგენელი მუშაობს ხოლმე, ინფორმატორის გადამღებ ჯგუფს კახა კუხიანიძე დაგვდა. კახა კუხიანიძე როგორც მოსალოდნელი იყო, თავის ძმასთან გიგასთან ერთად მუშაობს თავის ახალ ალბომზე. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ სიმღერების ავტორი თავად გიგა კუხიანიძეა. მეტი შანსი არ მოგეცემა. არის პირველი ალბომი და დარჩენილი მაქვს პრინციპში ერთი სიმღერა, უკვე ორი სიმღერა მაქვს ჩაწერილი და ეს სიმღერა არ არის ანუ რადიოში, ანუ რადიო მსმენელს არ აქვს ჯერ მოსმენელი პრინციპში. სიმღერას ახლა რაზედაც მუშაობ, ქვია, მერე რა ესე გადავწყვიტეთ. ტექსტი ეკუთვნის პრინციპში საერთობლივი ტექსტი არის, ჩემი და გიგასი. სიმღერა ასევე არის გიგასი, არანჟირება და სტუდიური ჩანაწერი, მასტერინგი ყველაფერი არის გიგასი. აქედან აღარ გვინდა. გადავწიე ცოტა ეგეთ. ძალიან დიდი სიამოვნებას გვგებულობ ჩემსა როცა ვმუშაობ, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს. და ფაქტიურად აი თვალის დახამხამებით რო იყვენ, ესე უგებთ ერთმანეთს, მაგრამ მართლაც ისე გადატვირთული ვარ და იმდენი საქმე მაქვს, რომ ისეთად ხდება მე და კახას მუშაობა. მე უკვე გაგისარი, მეტი შანსი არ მოგეცემა. ხა ვამთავრებ ალბომს, ეს ჩემზე არის დამოკიდებული და არა კახაზე, რომ დაუმთავრო და პირველია და კარგახანია ვაკეთებ და წლები დაჭირდა ალბათ ამ ალბომს და ისა შემოდგომაზე ალბომი აუცილებლად გამოვა და ასევე გამოვა ახლო მომავალში რა თქმა უნდა კლიპი და რომ სიმღერაზე ჯერჯერობით არ ვიცი აი დასრულდება ეს მესამე სიმღერა რაც მაქვს დარჩენილი და იმის მიხედვით გადავწყვიტე რომელზე უნდა გავუშვა გადავიღო კლიპი უბრალოდ ჯგუფი ინტროს როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა. ამ ზაფხულში როგორც გახსოვთ, გაურკვეველი მიზეზების გამო დაიწვა ინტრო სტუდია. განადგურდა ბევრი ჩანაწერები და აპარატურა. კლუბ 16 რაუნდში ინტრო სტუდიის აღსადგენად მხარდასაჭერი აქცია კონცერტი გაიმართა. მუსიკალურ გოლს სიმღერას და ეს სიახლეა და მოკლედ ამაზე ყველაფერზე თავად ინტრო. აპლოდისმენტები ბიჭებს. დავიცი. ძალიან მეწყინა ბობ მარლეის პლაკატი რო გვეკიდა იქ. აი ეს მეწყინა ყველაზე ძალიან მე პირადად. კი. აუცილებლად. ეგრე არ არის მაგრამ.
სულ ცოტა დრო დარჩა 27 სექტემბრამდე. სწორედ ამ დღეს ჯანაშიას 4-ში მოეწყობა აქცია სახელწოდებით ჩვენი ეზო, რომლის იდეის ავტორი არის სუმბა და მისი მეგობრები. ამ დროისათვის ამ ლეგენდარულ ეზოში როგორც იტყვიან მიმდინარეობს გენერალური დასუფთავება. სუმბა და მისი მეგობრები აქტიურად ემზადებიან მომავალი კონცერტისათვის. სწორედ ეს პროცესი დააფიქსირა ინფორმატორის გადამღებმა ჯგუფმა თავის ფირზე. პრინციპში 3 დღე დარჩა უკვე ამ აქციამდე. და ყველაფერი როგორც გქონდა გათვალისწინებული, ისეთი ტემპით მიდის. ყველა პრობლემა გადაწყვეტილი გვაქვს ფაქტიურად. სცენის პრობლემაც, აპარატურის, განათების, ტექნიკური თუ კი რამე გვჭირდება, ყველაფერი გვაქვს, საჩუქრებიც გვაქვს, სკამებიც გვაქვს უკვე სტუმრებისთვის, მოტანილი და ეხლა მიდის ბოლო სამუშაოები, ეზოს დალაგების, გაკრიალების და ხვალიდან ალბათ დავკიდებთ აქ პარაშუტებს. მაგრამ ყველაფერს ხო არ ვიტყვი ახლა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს იყოს თეატრალიზირებული სანახაობა, სპექტაკლი, რომელსაც ქვია თბილისის გული, ეზო, სათემო სამეზობლო ურთიერთობების ესეთი ლამაზი ფორმით წარმოდგენა სტუმრებისთვის, იმიტომ რომ უმრავლესობა ალბათ უცხოელები იქნებიან. ფაქტი რაშია, იცით, ამ ეზოს გასაკეთებლად კი არ ხდება ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ. ეს უბრალოდ არის ერთ-ერთი ლამაზი სიმბოლო საზოგადოების გამოღვიძების. ის რომ საერთო ქონება, რასაც ეზო ქვია, ეს არის ჩვენი საერთო საკუთრება და ეს არ არის მარტო ოჯახში შიგნით რო ჩაიკეტები და გარეთ არ გაინტერესებს. ეს არც მერის საკუთრება, არც ქალაქის, ეს არის ჩვენი საკუთრება, მეზობლების და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მივხედოთ. ერთადერთი სპონსორი ახლა როგორც ასეთი ამ სიტყვის მთლიანი გაგებით არის ბილეთი, გაყიდული ბილეთი და მთლიანად არაპოლიტიკურია ეს ყველაფერი და სტუმრებში ალბათ პოზიცია, ოპოზიცია, ბიზნესმენი, არა ბიზნესმენი, შემოქმედი, არა შემოქმედი, ყველა ერთად იქნება. ვიმყოფებით ძველ გალერეაში, სადაც დღეს გაიხსნა არაჩვეულებრივი ქართველი მხატვარის გია ბუღაძის ნამუშევრების გამოფენა. ამ მხატვარს ჩემგან წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ყველამ გადასარევათ იცის, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ქართველი მხატვარი. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ყველა ნახატში იგრძნობა მხატვრისათვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი კოლორიტი და სულიერი აღმაფრენა. რა აზრია გამოფენას თუ ძველი ნამუშევრები გამოგვაქვს, ხო? მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ყოველ წელს ვაკეთებ ამ დღეს გამოფენას, ეს არის ჩემი მეუღლის და ჩემი დაბადების დღე და მე ჩემ თავს ვაიზ დიდი მადლობა. მაგაში არ არის საქმე. ამდენად ეგოცენტრიკოსი არა ვარ. კი ვარ ეგოისტი, ხო, მხატვარი, აბა როგორ შეიძლება არ იყოს ეგოისტი, ამდენად არა, მაგრამ ჩემი ცოლის დაბადების დღეც ემთხვეოდა და აი რაღაცნაირად აი გადავწყვიტე, რომ გამეშვალებინა ეს უკვე მოვაბეზრიკიდებას ხალხს ამაზე ლაპარაკი თავი. მერვე წელია, რაც აი ყოველ წელს ვაკეთებ ამ დღეს გამოფენას და ვემზადებ ახალი ნამუშევრები. რაც შეეხება თვითონ ნამუშევრებს, ისინი ახლებია, ყველაფერი გაკეთდა ამ 8 თვის განმავლობაში, ყველაფერი ვერ დავატიე. აქ არის პეიზაჟური ნამუშევრები, რომელსაც მე პეიზაჟურ პორტრეტებს ვუწოდებ, ხოლო იქ არის მითოლოგიური, რელიგიური ტიპის სიუჟეტებზე შესრულებული სიმბოლური ნამუშევრები. დღეს ძალიან დიდი დღეა ჩემთვის, ესე სიურპრიზად მოხვდი ამ გალერეაში, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. მე მინდა ფერის სიმსუბუქე მქონდეს და ის მატერიალობა შეუნარჩუნება. მატერიალობა არ იყოს მძიმე. ზიგი, ფერი ისევ გამჭვირვალეა, მაგრამ მატერიალობას მაძლევს ვაფლი, ამ შემთხვევაში პირსახოცი. და ნუ ასოციაციურადაც შეგვიძლია ამ შემთხვევაში პირსახოცი გწმენს, გამშრალებს, გამშვიდებს, თუ როგორ გითხრა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა თქვათ რომ დაიღლები, გადაივლებ წყალს. ყოველ შემთხვევაში პირსახოცი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? სიმბოლურადაც. ამ შემთხვევაში ამ სიმბოლური მნიშვნელობითაც შეგიძლიათ აღიქვათ პირსახოცი და არა მხოლოდ როგორც ტილო. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.